ქალბატონ თამართან გავიარეთ ძირითადი საკითხები საქართველოს დიდი ბრიტანეთის სამხედრო პოლიტიკურ სფეროში თანამშრომლობის. ჩვენ საკმაოდ დიდი პაკეტი გვაქვს ურთიერთობებში, დაწყებული განათლებიდან ჩვენი სამხედროების აქვს შესაძლებლობა რომ ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიიღონ სამხედრო განათლება, გაგრძელებული თანამშრომლობით ნატო საქართველოს ერთობლივ პაკეტში და ასე უხრივ ურთიერთობები, რომლის 2016 წლის სამოქმედო გეგმაც სულ 2 კვირის წინ დამტკიცდა. Ამიტომ მე მხოლოდ წარმატებები მინდა ვუსურვო მას იმ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში, რომელსაც მომავალი თვიდან შეუდგება და ბუნებრივია, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შეიძენს, როდესაც ასეთი მაღალი რანგის დიპლომატი გვეყოლება ელჩად. ბრიტანეთის საქართველოს ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიზმით ხასიათდება თავდაცვის სფეროში. ბრიტანეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და აქტიური მხარდაჭერი საქართველოს ევროატლანტიური ინტეგრაციის პროცესებისა. დღევანდელი შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან ძირითადად ეხებოდა თანამშრომლობის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც უკვე ფიგურირებენ საქართველოს დიდი ბრიტანეთის სამხედრო თანამშრომლობის დღის წესრიგში და ამასთან ერთად იმ სიახლეებს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შევიტანოთ მომავალი წლების განმავლობაში. ეს ეხება განათლების თემას, კადრების მომზადებას, მეტი ქართველი სამხედროს ჩართულობას იმ ერთობლივ პროექტებში, რომელიც განხორციელდება და ამასთან ერთად მაღალი და საშუალო დონის ვიზიტების, საშუალო დონეზე ვიზიტების დაგეგმვას, რომელმაც კიდევ ერთხელ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას სამხედრო სფეროში.